ასეთი მოკლე და სასაცილო ანეკდოტი კაიხანია არ წამიკითხავს. ჭიჭიკია მუთხრა ბიჭიკიას, ასე უნდა იწყებოდეს. აი ამ კომენტარებით პასუხობენ იმედის ახალ ამბავს. პროპაგანდისტული მედია გვთავაზობს სუპერ სიახლეს, რომელიც რეალურად არც ახალია და არც ზუსტი. იმედის წყარო 7 თვის წინ გამოქვეყნებული 93 გვერდიანი ანგარიშია. ევროკომისიის დაფინანსებული პროექტის Bridge Gap-ის ნაწილი. ანგარიში აფასებს ევროკავშირის წევრ, კანდიდატ და მეზობელ ქვეყნებში კორუფციის რისკებს. კვლევაში არ არის რეიტინგული სია, არსებობს მხოლოდ რუკა, რომელზეც ქვეყნები ქულებითაა აღნიშნული. რა ქნა იმედმა? ქვეყნები დათვალა, ერთმანეთს შეადარა და თავადვე მოიგონა ევროპის საუკეთესო 20. და მაინც რუკაზე საქართველო 6.5 ქულით შუაშია და არა ლიდერებში. მოდი ნამდვილი ლიდერები ვნახოთ. მაგალითად ფინეთი 10 ქულით, შვეიცარია 9.3-ით, ნორვეგია 8.8-ით. საქართველოზე უკეთესი შედეგი 13 ქვეყანას აქვს, 2 ქვეყანას იგივე ქულა. რა გასაკვირია ამ პროპაგანდას ოცნებაც და სასამართლოც აჰყვა. გურამ მაჭარაშვილმა თქვა: როცა არის პოზიტიური წინსვლა, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არის დემოკრატიული წინსვლა. და როცა ევრობიუროკრატიიდან მოდის შენიშვნა, რომ საქართველოში თურმე დემოკრატიული უკუსვლა, ეს თანხმედრაში როგორ არის? ამგვარი შეფასება ყოველთვის მოსალოდნელია, იმიტომ რომ მოსამართლეები თავს არ ზოგავენ იმისთვის, რომ საკუთარ უფლებამოსილებას შეასრულონ. უკვე რამდენიმე ათეული кейსი გვაქვს, როდესაც კვლევები ამბობენ ერთს და შემდეგ ანგაჟირებული პოლიტიკოსები ამბობენ მეორეს. რას ამბობს კვლევა? ის საერთოდ არ განიხილავს საქართველოს სასამართლოს. ამ თავში საქართველოს სიტყვიერად ერთხელაც კი არ არის ნახსენები. მხოლოდ რუკაზე. და ქვემოთ, კიდევ ერთ გრაფიკაში, სადაც გაუმჯობესება პატარა მწვანე ისრითაა მითითებული. რუკაზე გამოყენებული მაჩვენებელი რეალურად აღქმის შედეგია და ის არ ასახავს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას. თქვენი აზრით იმედმა ვერ ნახა იმავე კვლევის უარყოფითი ნაწილი? მაგალითად, პრესის თავისუფლების 5 ქულა. ისიც თქვას ტენდენცია უარესდებაო. რატომ არ გითხრა ეს იმედმა? ანგარიში ამბობს, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობის მისაღწევად ბეტინგი გამოიყენებაო. ბეტინგი იგივეა, რაც მოსამართლეების გამჭვირვალე აუდიტი. გახსოვთ, როგორ ისტერიკაში ჩავარდნენ ქართული ოცნების და კლანური სასამართლოს წარმომადგენლები, როცა ბეტინგზე საუბარი დაიწყო. თქვენი აზრით რატომ? ჩვენ სასამართლოს უკავშირდება ათობით პოლიტპატიმარი, შეკერილი საქმეები, კლანის გავლენა, არაერთი საერთაშორისო კრიტიკული შეფასება, ოპოზიციის, მედიის, აქტივისტების პოლიტიზირებული საქმეები. ამ ყველაფრის შემდეგ იმედის შექმნილი ტოპ 20 მართლა კარგი ანეკდოტია.